ლამესის ერთხელ დაყენებული კედელი გვახსოვს და ჯარიმა ძალიან ცუდად გაუშვა და იმედია ეხა უფრო დამაჯერებლად ითამაშებს. ერთადერთი შეცდომა რაც ვნახე, მინუსი, რაც ვნახე ლამეს, ეგ იყო. იმედია ეხლა კარგად დააყენა კედელი და კონცენტრირებულია. ლამესის ბრალეულობაც იყო იმ ჯარიმაში, როგორც წინა თამაში იყო, რომელი თამაში იყო არ მახსოვს, და ჯარიმიდან გოლი გაუშვა რა. მაგრამ ბოლოს ისეთი ბურთები აიღო ლამესმა, ფეხით სეივი თუნდაც ან მერე ხელით სეივი, ვერაფერს ვერ დააბრალეთ რა. ბოლოს ნამდვილად ეპატია ლამეს კი. თავარია მეკარე გყავს, რომელიც დამაჯერებელია, ერთადერთი მინუსი აქვს. საჯარიმო დარტყმებზე მუშაობა ჭირდება ძალიან. კედელი სწორად აყენება და პოზიციას თითქოს სწორად არჩევს, მაგრამ მერე რეაქციას ვერ ახდენს და იქ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო ამაზე.